ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ცხოველებზე არხი რომ არის იმ არხის მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც შეეხება ქართულ ფაუნას. ნახოთ ეს ფილმი, ძალიან საინტერესოა. აბა, თხოვთ ჩართოთ ფირი. ეს საქართველოა, უნიკალური ქვეყანა თავისი ფლორით და ფაუნით. კავკასიონის მწვერვალების ძირში განლაგებულია ქალაქი თბილისი. ადგილი, სადაც ბინადრობენ სოფლიოში თითქმის გამქრალი ჯიშის ძველი ბიჭების წარმომადგენლები. თქვენ ხედავთ, რომ სხვა მტაცებლების მსგავსად ძველი ბიჭებიც ნიშნავენ ტერიტორიას. მზე კარგახანია გადაიწვერა ნარიყალას მიღმა. უკვე მოსახამოვდა და დანაყრების დროა. დაი ნადავლმაც არ დააყოვნა. პარკში გამოჩნდა დედიკოს ბიჭების მომცრო ჯოგი. მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რა საფრთხე ელოდებათ წინ. წვრიანი ბალახის მოძოვის შემდეგ დედიკოს ბიჭებს მოსწორდათ და წყლის დასალევად მიეშურებიან. წყალს დაწაფულნი ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ მათ ირგვლივ რკალი ვიწროვდება. თუმცა ყველაზე გამოცდილი დედიკოს ბიჭი მგონი რაღაცას ხვდება. მტაცებლები გრძნობენ, რომ თუ დააყოვნებენ, მაშინ ნადავლი ხელიდან დაუსხლტებათ და შეტევაზე გადადიან. მართალია დედიკოს ბიჭებს შეუძლიათ სწრაფად სირბილი, მაგრამ მათ შორის ყველაზე სუსტი უცილებლად გახდება მტაცებლის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სიმპათიები შეიძლება დედიკოს ბიჭების მიმართ იყოს, მაინც ბუნება თავისას შვება. გადარჩენილი დედიკოს ბიჭები უმწეოდ უყურებენ თავიანთი თანამეჯოგის წამებას. მაგრამ თვით გადარჩენის ინსტინქტი მათ აიძულებს, რომ დატოვონ ამ ხანას. ნადავლით დაგვირთული და დანაყრებული ძველი ბიჭები თავიანთი ბუნაგისკენ მიეშურებიან. გზად პირს ისველებენ და უეცრად ამჩნევენ ჩვენს გადამღებ ჯგუფს. გარისკვა არხის. მართალია ძველი ბიჭები გამაძღლები არიან, მაგრამ მათი თანდასწრებით კომპანიაში თავს ცუდად ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს. ამიტომ ჯობს მანქანაში ჩავჯდეთ და გავეცალოთ. ასე ვტოვებთ ჩვენ ამ უნიკალურ მხარეს და უცნაური ცხოველებით დასახლებულ პარკს.